Davide ჩემი ბუცები უსმაზე ეს ჩემი სიმბოლური კვერტების დავკიდე უსმაზე დამთავრდა ჩემი საფეხბურთო მოღვაწეობა 70 წელი ფეხბურთში ვარ და ეს ბოლო დღეა სამწუხაროა ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან ძნელია ჩემთვის სტადიონს შევხედოთ სამლები მერევა მაგრამ მოვიდე ეს დღე თუმცა მომავალწეს თუ გუნდის თხოვნა იყო ალბათ დაბრუნდელი ბატონო გიორგი, რატომ გადაწყვეტეთ დაბრუნებულიყავით? ჩვენ გვახსოვს შარშანდელი თქვენი გადაწყვეტილება, რომ ჩამოგიდეთ ბუცები კედელზე და ის ნაჭერი ჩიაბით. რა ვქნა? გახსოვთ ისტორიიდან, როგორც თორნიკეერისტება დაჭირდა და გაიხადა ბერის სამოსელი, ერს დაჭირდა ახლა, საქართველოს დაჭირდა ახლა და რა ვქნა? უნდა ჩამოვხსნა. ეს არის ისტორიული ფაქტი. ისტორიული ფაქტია. ეგ რო შევახსენოთ პატარებს, თორე დიდებმა ყველა მიცის, რატო მაგის დანიშნულება და პატარა ბავშვებს სასიკვდილო დარტყმა, ამიტომ ამ ფეხით არ ვარტყავ. მაინც სიოს მომავალი თაობაა და არ მინდა რომ გამახინჯდე, არ მინდა რომ დიდი ტრაბა მიიღო, ამიტომ ამ ფეხით გაუქმებული მაქვს ეს ფეხი. ნიშნად იმისა, რომ დარტყმა სასიკვდილოა. მაშინ დავიწყოთ მატჩი. ვიდრე მსოფლიო პუტინისა და ტრამპის შეხვედრაზე მსჯელობს და იმას ითვლის რამდენი ანგელოზი დაეტევა ნემსის წვერზე, სურამის არავის სახელობის სტადიონმა ტორნადოსა და სიოს ტრადიციულ მატჩს უმასპინძლა. ინტრიგა დიდია, ვინ მოიგებს გამოცდილება თუ ახალგაზრდული დიდგორის ბრძოლის თუ გორის დილას ტაქტიკა. ჯინი, შემადგენლობები უცვლელია. ამიტომ აღარ გეტყვით. თუ მაინც გაინტერესებთ, ნახეთ ტორნადოსა და სიოს ძველი თამაშები YouTube-ზე. ლადო გოგოლაძე აკრიფეთ, იქ ჩაწერეთ ტორნადო და სიო და ნახავთ. თუ ვერ ნახავთ, თქვენ კარგად იყავით. La ყველას გვახსოვს სიოს კაპიტნის ბუმბერაზი გოგი გოგოლაძის შარშანდელი გადაწყვეტილება, როდესაც მან დიდი ფეხბურთიდან წასვლის შესახებ განაცხადა. თუმცა წელს გუნდის საკეთილდღეოდ გადაწყვეტილება შეცვალა და დაბრუნდა. ასეთ მაგალითებზე უნდა გავზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა. ფიქრობ ეს ქმედება ისტორიის წიგნში თუ არა სადმე, გეოგრაფიის, ბოტანიკის ან ბიოლოგიის წიგნში. სამოქალაქო განათლება შეიძლება იმსახურებს მინიმუმ ერთ თავს. მაგრამ მოვიდე ეს დღე. თუმცა მომავალწეს თუ გუნდის თხოვნა იყო ალბათ დაბრუნდები. აი გამოვიდნენ გუნდები მოედანზე და იწყება მატჩი. მე უნდა ჩამდგეკარებში? არა, მე ვერსიბილი όμα, ბურთი არ მომწდეს. საინტერესო ეს ერთგვარი სიახლე, როდესაც თამაშის დროს არ ყვევენ პოზიციებს. ფიქრობ ამით უნდათ მეტოქის ბანაკში დაბნეულობა შეიტანონ. ესე რა არის? იქეთ გადადი. დაიწყო მატჩი. სოფოს როგორც ჩანს წელსაც არ უთხეს საით უნდა შეუტიოს, თუმცა როგორც გამოცდილ მოგზაურმა უცებ დაინახა იქვე მდგარი ხე, მერე ხეზე ხავსი მიხვდა საით იყო ჩრდილოეთი, შემდეგ განსაზღვრა სურამის გრძედი და სწორედ ამიტომ ამოიცნო მეტოქის კარის მდებარეობა. გენიოსია ეს გოგო, გენიოსი. წამში შეუძლია მიიღოს მილიარდი გადაწყვეტილება. ომას დარტყმა, მაგრამ გოგი ადგილზეა და საფირმო ნახტომით ეუბნება ბურთს. მალევე შეყავს თამაში. ნეშინია ეს ნათელას ბურუსით მოცული ბიოგრაფიის მცირე გადახვევა იყო. ვითომ ეშინია? არის ეჭვირო. ნათელას ძალიან ჩახლართული ბიოგრაფიის მქონია. სხვათა შორის ამბობენ რომ ზორგეს უკან სწორედ ნათელა იდგა. თქვენ კარგად შეატყობდით ნენეს რომ წრეში ბურთიდან გადმოვიდა ფეხბურთში და უნდა ვთქვათ რომ სიოს გენიალური ტრანსფერი იყო. შიოს ფინტების კასკადი, მაგრამ თამუნაში ნესტამ და მალდინმა ერთად გაიღვიძეს.
ზოგადად მგონია რომ თამუნა გაცილებით უკეთეს გუნდს იმსახურებს, მაგრამ არსებობს ტორნადოზე უკეთესი გუნდი? აქ მრავალ მნიშვნელოვანი მოუხდებოდა. დაცვა არ იყო მობილიზებული თავიდან. არა, დაცვა არ იყო მობილიზებული. მობილიზებული არა. სოფო არ ცნობს საზღვრებს, ამიტომ გასული ბურთი შემოაბრუნა და გააგრძელა თამაში. თუმცა ნენი ადგილზეა, წრეში ბურთიდან ამხელა დონეზე გადმოსვლა პირდაპირ მხოლოდ ერთი გაგახსენდებოდა თქვენს და მეც ეგ მახსენდება მამარდაშვილის ლოკომოტივიდან ვალენსიაში გადასვლა. გოგი ტრადიციულად რაგბის სტილში ცდილობს გოლის გატანას ანდელოს დადებას, რომელიც გინდათ ის თქვით, მაგრამ ვერ ახერხებს, არა და ტორნადო რა ახლოს იყო ანგარიშის გახსნასთან. აუცილებლად უნდა აღინიშნოს თამუნას გენიალური პასი. სოფო. ლატოს მე. მიდი ლატო. გოგია შეტევაზე. უნდა ითქვას, რომ სიო ერთგვარად უსუსურად გამოიყურება პასი სოფოზე, მაგრამ სოფო ვერ არტყამს, არა და შეეძლო ანგარიშის გახსნა. დათამ კონჩეტევა წამოიწყო, მაგრამ საჯი ჩაერთო. უნდა აღინიშნოს საჯობის უმაღლესი დონე. 3-1-ზე იყავით და აქედან გააგრძელა. მომე. გამეორებაზე კარგად ჩანს, რომ საჯი მართალი იყო. ყოჩა საჯო. ბრავო საჯო, შენ გაიხარე საჯო. მოგიხსენებათ საჯი მე ვარ და კარგი განცდა ყოფილა ქების მოსმენა. გოგიმ დაამუშავა ურთულესი ბურთი, დარტყმა და 1-0 ტორნადოს სასარგებლოდ. მოკლედ გოგის პირამიდებს და ალა ბუგაჩოვას ასაკი ვერაფერს ვერ უშვება. ჯენიფერ ლოპესაც. განმეორებით ვნახოთ ეს შედევრი, ნამდვილად შედევრი, ამას რომ ვინმე დახატავდეს, ლუვრში თუ არა ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში უსათეოდ გამორჩეული ექსპონატი იქნებოდა. დარწმუნებული ვარ, ლეონარდო და ვინჩი რო ცოცხალი იყოს, ჯოკონდას ნაცვლად გოგის გოლს დახატავდა. რა ვარი ღიმილი ექნება გოგის? მალდინი მილანში, ტოტი რომაში და გოგი ტორნადოში. ერთგული სამეული. აი ასეთი ნახატიც ლამაზი იქნება. სოფო და შიო. სხვათა შორის სოფლიო ფეხბურთს უნახავს მამაშვილის ძმების ერთად თამაში, მაგრამ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დედაშვილი ერთად არიან სტადიონზე. აქ კი დედის კლასმა აჯობა. ბუნებრივია, დედის კლასი აქ. კითხვით ნიშანიც არ უნდა ყოფილიყო. შიო უტევს. რასაც მოყვება თამუნას გაფრთხილება. ნათელა კარგად კეტავს და უცოლ სიძცეს. რას ნიშნავს მაინც გამოცდილება? სხვათა შორის ამბობენ, რომ 1967 წელს აღმოსავლეთში 6 დღიანი ომის დროს სწორედ ნათელას რჩევას დაეყრდნო იცხაკ რაბინი და კიდეც გაიმარჯვეს. გაამაგრა და უცველი სივრცეები. აი ნათელას რჩევა ბევრ რამეს ნიშნავს და გამოცდილება. როგორ შეაფასებდით პირველ დაინც? საშინელი მსაჯია. საშინელი. მე მაგას ვუჩივლებ, დამთავრდეს თამაში, მე ვუჩივლებ. სიოს კაპიტანი. იხდია მილიონებს და თამაშობთ, მე ფეხბურთს ეძახით, კარგია. ეგეთი ერთი ვამბასტერმა რო გაიტანა. დასაევის კარში და მეორე აგერ ნახეთ ახლა თქვენ თვალწინ იყო ყველაფერი საოცრება. რა ვქნა, მეტი გადავაფრთხო. გულშემატკივრის აზრით როგორ შეაფასებდით? გავასაჭირებ აი ამ საჯობას და ნახავთ საჯი როგორ იქნება შეგეთ თამაში. მოწყედული. რა თქმა ვერ გავიჟე რა. უკაცრავად შარშა ვიყავი 27 წლის, რო ვითამაში შარშა წელი 26. რამდენი წელია თამაშობ? 17-ის ვიყავი შარშინაში. რამდენი წელია თამაშობ? მით უმეტეს, ეხლა ვარ 31 წლის და ძალიან მიჭირს და 53 წელს ასაკში ალბათ რავი რა მათემატიკას რო უჭირს ამას თუ არ ხომ. მაშკარად იმიტომ რომ შარშინში 17 წლის ვიყავი ზუსტად მოხდა. მათემატიკა რა ართმეტიკა. ოქროს დაბადების დღე მქონდა. არის ამბები, რომელიც არ იცვლება. არავითარ ინტერვიუები. აგერა მეღო მეთქვა ახლა და რა შენ ეს ხელიც არ მეძახ.
დავიწყოთ რა ისე. ყავა მინდა ძალიან ერთი მოქმედი დავსვათ. მე არა, კამერა კაი არ მინდა ხელი. გაწიე კამერა, გაწიე კამერა. იწყება მეორე ტაიმი. სოფო მიიღო ბურთი. მაგრამ ნენი ადგილზეა. თუმცა სოფო აშკარად ცდილობს მეკარეზე თავდასხმას. სოფო ყვითელი ბარათი მეკარეზე თავდასხმის გამო. აი, ხა ესეთი არა უშავს. შინაურები ვართ. დავიწყო რე. გაგრძელდა მატჩი და ომას გენიალური პასი დათაა ბურთი. დარტყმა, მაგრამ გოგი ადგილზეა. შეტევა გრძელდება. შიომ გადააწოდა ომას. დარტყმა, მაგრამ თამუნა ადგილზეა. დღეს ტორნადოს დაცვა გაუვალია. წარმოუდგენელი რაღაცები შვებია. რატო მე ვთქვი რომ არ იქნება წესები. სოფო მართალია, ნამდვილად თქვა. შიომ წაიღო ბურთი, ფინტები ცდილობს თავბრუ დაახვიოს ტორნადოს და მე თუ მკითხავთ, ამაზე მას ჯარიმა ეკუთვნის, რადგან თუ ტორნადოს მოთამაშეების ასაკს გავითვალისწინებთ, თავბრუს ხოვამ შეიძლება წნევა აუწიოს. ეს არასპორტული ქმედება დარტყმა და არის. აი ვამბობდი რომ ფინტებით თავბრუს ხოვამ გამოიწვია წნევა. რავი, საჯმა ჩათვალა. საჯი კარგი ბიჭია, საჯი კარგი ბიჭი. დატოვოს მოედანი. თავხედი. ლადო. ასაკს პატის 1-1 და 2 წუთი თუ დატოვოთ მოედანი. ვის გაუტანე? არა ეს არ შეიძლება. არა, შიო არ გიჟა. ასაკოვანია მეკარე. აუ გამიშ. სანჩესის ფორმულაცია. გამიშუი. მე ნუ გადამახტებიო. მე არ და. თავხედო, არიცი ვის უნდა გაუტანო ბურთი? ამ დროს სოფოს კინაღა ბედი გაიხსნა, მაგრამ ალბათ კარმა ჩაკეტილი იყო და ბედმა ისე სწრაფად ჩაუარა, როგორც ხელფასი იხარჯება ხოლმე. ჩემი ბედია მიდია. გოგი იღებს. საოცარ გოლჩეტევა წამოიწყო სიომ. დათას არაჩვეულებრივი პასი ომასკენ. ტორნადოს ალბათ ვეღარაფერი იხსნის მეორე გოლისგან, მაგრამ რა ხდება? ძელი. მსგავსი არაფერი მინახავს. მაინც იმედი მაქვს, რომ ომამ ასაკს და პატივი და ტორნადო დაინდო, თორემ არ ვიცი. სოფოა ბურთით, მგონი წეღანდელ უბერებელ სამეულს პირამიდებს გოგის და ალაბუგაჩო, სოფოც უნდა დაუმატოთ. ჯენიფერ ლოპესიც. შიო ბრუნდება. მეოთხე მსაჯი ამხნევებს და მოედანზე უშვებს, ისე რა ლამაზია ეს მეოთხე მსაჯი, უნდა გავიცდო. აქაც მრავალ მნიშვნელოვანი მოუხდებოდა. მატჩი დასრულდა ფრე 1-1 პენალტების სერია. 11 მეტრიანი დაერთხმება. და ძალიან მიჭირს 11 მეტრიანი. პირველი შიო არტყავს, ნამდვილი კაპიტანი ტორნადოს კარში. საჯი დგას. ანუ რა გამოდის? საჯი ტორნადოს ღარს უჭერდა და თამაშის დროს ემხრობოდა. თამაშს არაფერი არ ეტყობოდა მსგავსი. არა. მარგიშინია. შიოს გამორბენა დარტყმა და ისი აცილა როგორც ლეიბორისტული პარტიის ეგზიტ პოლი ცდება ხოლმე რეალურ შედეგებს. უნდა აღინიშნოს მეკარის დამამნეველი ქმედებები. მოთამაშე დააფიქსირი, მოთამაშე. სოფო ემზადება. სოფლიო სტადიონებს ახსოვთ ბაჯოს, რონალდოს, შევჩენკოს, პელეს და სხვა მრავალის პენალტები, მაგრამ სოფოს პენალტი არავის უდახავს, იმდენად მალავს, რომ არასოდეს დაურტყავს. დარტყმა. ჯობდა დამალო გაიგრძელებინა.
ომა გორის დილას იმედი და მეტოქეების მზის დაბნელება გამორბენი და მეკარე საჯი თუ კომენტატორი თუ მემონტაჟი მოკლედ ეს ნარინჯისფერი პერანგიანი ბიჭი ვერაფერს გახდა ომას წინაშე ვერაფერს გახდა რა გაუშვებული რა გოგი ემზადება გამორბენი დარტყმა მაგრამ ეკარე მოიგერია დათა ისე იყო წამოწოლილი გოგის როგორც რუბენსის ფანს რუბენსის ქალი გაახსენდა და დაიბნა და ვერ დაარტყა აი დიახ მეორდება პენალი ყოჩაყსაჯი აი დათე ფეხსია და გოგის გოლიც გააქვს ლადო არტყამს მას თანაგუნდელები ამხნევებენ გამორბენი დარტყმა მაგრამ ლადომ ბოლო წამს გაიგონა თამუნას თხოვნა ბავშვ სინიაკი არ დააჯდესო და გაითვალისწინა რომ ლადო ამ პენას გაიტანდა აუცილებლად გაიტანდა ისე სხვათა შორის სურამში ადრეც ყოფილა შემთხვევა როდესაც საჯმა კარში დაარტყა ეს გენიალური ქოთინო ნონზაძის გაცილების მატჩზე ლების კარი ძელმაიხსნა და ბუთი პრომ მოვიდა და ეხ ასორი ნომერი ტროსიკი გამოუგზავნეს ქეთინოს და როგორც განუმეორებელი მომენტი ამ წუთში საჯი ურტყავდა კარში მაგრამ ბუთი ლავ მეკარე მოიგერია ნათელა ურტყამს მაგრამ მან დაინდო აშკარად დაინდო ახალგაზრდა სიო და მცირე ძალით დაარტყა ალბათ ამ მომენტომაც ვერ გაიტანა თორემ ნათელას 90-იანებში მასწავლებლის ხელფასით გაქონდა თავი გოლს ვერ გაიტანდა რა თქმა უნდა გაიტანდა ისევ შიო უკვე მეორე დაარტყამს გამორბენი და არის დედა ბედნიერია ყოჩახშიო მართლაც რომ ყოჩახ კარგი შვილი დედის გულის ვარდიაო ისევ ომა ამ ბიჭის გვარი დაიმახსოვრეთ თორემ სახელი ომარი თვითონაც არ მოწონს პენაშვილი ეს გვარი მალე მსოფლიო სტადიონებს აალაპარაკებს ისევ აუღებელი პენალტი მუხამს მოგცემ პატარა გოგო სიყვარული ოხრა ძნელია პატარა გოგო სიყვარული ოხრა ძნელია ნეტა რა იმღერება და რა აცეკვეთ ალბათ პენსიის დღეა იცეკვეთ იმღერეთ აბარა ვინ მოიგო? ბოლო პენალტი თამუნა არტყამს არის გენაცვალე არის ახლა წესით ანგარიში უდავთქვა მაგრამ სათვალავი ამერია და არ ვიცი ვინ გაიტანა რამდენი როგორ ამიტომ წლევანდელი მატჩი ფრედ დასრულდა დიდი მადლობა ყურადღებისთვის თქვენთვის მუშაობდა სპეციალურად ბაიანთხევი ტივისთვის ლადო გოგოლაძე მომავალ წლამდე გემშვიდობებით
როგორ დასრულდა თამაში? ძალიან თავაცილ და გინდა თუ არა რატო აასილე არა კაცი ხარო მაგას თუ გაიტანო მიყვიროდნენ და რა გამეკეთებინა დავით დედის დაკარგვას წადება ნახევარი შედარებით ჩემ გოლს. ჰა? არა, რა კოკოსკინმა რო გაიტანა ბოლო პენალი? აი ზუსტად ჩარტი. როგორ შეაფასებდით დღევანდელ მატჩს? მომაშორეგა. ერთ სიტყვაში მოვიგეთ ხო? თუ წავაგეთ. პრედამთავრდა? შეუფასებელია რა. ჩვენ თამაში შეუფასებელია. საოცრება, მაინც გამოცდილება თავის საშუალო, გამოცდილება ის ტექნიკური არსენალი, წლები, ის რომ სიოს ჯერ კიდევ შანსი არ აქვს, არც წელს ჰქონდა, არც გაისათექნება და არც აი მოწყენები ბიჭო. და თქვენ ასრულებთ კარიერას წელსაც? რა ვქნა. თორნიკე ერისთავით ხო გავიხადე. სამოსი ბერისა, წელსაც უნდა დავასრულო. თუ დაჭირდება ერთს, გაისაც ვნახოთ. წელს აქეთ შეაბნევთ? იქით გადასვლას დრო ჭირდება? Bravo. ისტორიაში ფეხბურთის დამთავრდა ძმაო სათვალე არ მოუხსნია. ვის? ნათელას. ედგარ დავითი თამაშობდა ეგრე და მეორე ნათელა. აი ფაქტი, აი მოგზადდება. აი სათვალე, აი ნახეთ, აი ვერც ეხსნება, აი ფიზიკა არ მოუწევს სათვალე.